გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით კუჭნაწლავზე, კუჭნაწლავის ჯანმრთელობაზე, როგორ დავეხმაროთ ჩვენს კუჭნაწლავს, რომ გქონდეს ჯანსაღი, ჯანმრთელი კუჭნაწლავი. ჩემო ძვირფასებო, კუჭნაწლავი არის ჩვენი ჯანმრთელობის გასაღები და ჩვენი პირველი ტვინი არის ჩვენი კუჭნაწლავი, ასე რომ ჩვენი ჯანმრთელობა, იმუნური სისტემა დამოკიდებულია ჩვენს ჯანსაღ კუჭნაწლავზე და მთელი რიგი დაავადებები იწყება კუჭნაწლავიდან. ასე რომ სწორ კვებას და ჯანსაღ საკვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან გენმოდიფიცირებული საკვები, არაჯანსაღი კვება, არასწორი კვება, ხო, თუნდაც ჭამის დროს ლაპარაკი, ტელევიზორის ყურება, იქ მობილურში საქმეების კეთება ჩვენს კუჭნაწლავს აზიანებს, ძვირფასებო, აგრეთვე ნერვული სტრესი, ხო? უძილობაც, კი ბატონო, იქ ქიმიური მედიკამენტებიც, ხო? მოკლედ, ბევრი რამ აზიანებს ჩვენს კუჭნაწლავს. აგრეთვე ჰელმინთები, პარაზიტები, ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები, ხო? სერიოზულ ზიანს აყენებენ ჩვენს კუჭნაწლავს, ჩვენს ჯანმრთელობას. ასე რომ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს კუჭნაწლავს, ძვირფასებო, პირველი ეს არის ჩვენი პირის ყრუ, რადგან ჩვენი პირის ყრუდან იწყება ჯანმრთელობა, ჩვენი კბილის პას და არტემისა. უძვირფასესი ტიბეტური, ხო, რომ გქონდეს ჯანსაღი პირის ყრუ, ხრწილები, პირის ყრუს ლორწოვანი გარსი და ჩვენი კბილები იყოს ჯანმრთელი და ლამაზი. ამიტომ დილა-საღამოთი უნდა გავიხეხოთ კბილები ჩვენი ტიბეტური კბილის პასტით და შეგვიძლია ხრწილებზეც წავისვათ საღამოთი ცილის წინ, რომ გავიხეხავთ, დავიტოვოთ, რომც ჩაგვეყლაპოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. შემდეგ შეგვიძლია კუჭნაწლავზე, როდესაც გვაქვს პრობლემა, მივიღოთ ვარდის პასტა დაგვეხმარება მიკროფლორის აღდგენაში, ანუ ეს არის ჩვენი პრებიოტიკები და პრობიოტიკები, როქსბურგის ვარდ შეიცავს და პირშიც ვარდის სურნელი გვექნება, ანუ როდესაც პირის ყრუში არასასიამოვნო სურნელი არის, ვისაც კუჭნაწლავზე აქვს დაავადებები, ვისაც ნაღვლის ფუშტისანდება, იქ ღვიძლი აწუხებს, მოკლედ კუჭნაწლავის დაავადებების დროს მისი მიღება შეუძლია ბავშვებსაც, ორსულებსაც, ანუ ყველას ერთი სუფრის კოვზი ჭამის წინ შეგიძლიათ თბილ წყალში გახსნათ, შეგიძლიათ ჩაილი უეშიც გახსნათ და დღეში 3 ჯერ ისე მიიღოთ, რომ არ გქონდეს კუჭნაწლავზე პრობლემები და საკვებს, რასაც მივირთმევთ, მოვინელოთ და შევირგოთ, ანუ მონელება და შეწოვა მოხდეს სწორად. შეგვიძლია ჩაილიუეშიც გავხსნათ, ეს ჩაილიუეი არის მაუწედუნის ჩაი, ჩემო ძვირფასებო, აქ სამკურნალო ბალახები არის და შეგვიძლია ერთი ფინჯანი ჩაილიუეი მივირთვათ დღეში 3 ჯერ მაქსიმუმ, ну მინიმუმ ერთხელ ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ან ჭამის შემდეგ 30 წუთის მერე, ან 1 საათის შემდეგ. რას აკეთებს ჩვენი ჩაილიუეი? ასუფთავებს ჩვენს კუჭნაწლავს, მიკროფლორას აჯანსაღებს, ესე იგი პერისტალტიკა გვექნება ჯანსაღი, არის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ანტისიმფსიონური, ხო, მთელი ტოქსინები გამოაქვს ჩვენი ორგანიზმიდან, თუ არის ყაბზობა, ფაყარათი, მოკლედ აჯანსაღებს ჩვენს კუჭნაწლავს ჩვენი ჩაილიუეი, ვისაც აქვს მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი ლიპიდები, ან შაქარი აქვს მაღალი, ან პირიქით დაბალი აქვს შაქარი, ხო, ძალიან დაეხმარება ჩვენი ჩაილიუეი, აგრეთვე ვისაც ინტოქსიკაცია აქვს, კვებითი ინტოქსიკაცია, ან ალკოჰოლით, ან ნარკოტიკით, ასე რომ ჩაილიუეი
ყველას ოჯახში უნდა გქონდეს. მისი მიღება შეუძლია ბავშვებსაც, ანუ ყველასთვის სასურველია. აგრეთვე შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ვარდისფას და გახსნათ თბილ ჩაი ლიუვეიში, მოურიოთ კარგად და მიიღოთ. ასე რომ ორივე ერთადაც ძალიან დიდ სარგებელს მოგვიტანს, განსაკუთრებით, როდესაც წყლულები არის კუჭნაწლავზე და ხო, მოკლედ, კიდევ შეგვიძლია კუჭნაწლავისთვის მივიღოთ ჩემო ძვირფასებო, ჩემი ილსაყვარლესი სპირულინა, ოკეანის წყალმცენარე, როდესაც გვინდა რომ გქონდეს ჯანსაღი კუჭნაწლავი, იქ მიკრო და მაკრო ელემენტები, ამინომჟავები, მოკლედ, აჯანსაღებს, ანუ რეგენერაციას აკეთებს ჩვენი კუჭნაწლავის, ჩვენი სპირულინა და ჩვენი კანი არის ლამაზი, ბზინვარე, ჩვენი თმები, ფრჩხილები, მოკლედ, სპირულინა ყველას გვჭირდება, მისი მიღება შეგვიძლია ყველას, ბავშვებსაც, ქალებსაც, კაცებსაც, მოკლედ, ყველასთვის შეიძლება. ესე დღეში მინიმუმ 5-აბი ან მაქსიმუმ 10-აბი ჭამისინ 30 წუთით ადრე თბილ წყალთან ერთად. კი ბატონო, ბავშვებს რა თქმა უნდა მცირე დოზებით, ანუ თითო აბი ჭამის წინ 30 წუთით ადრე თბილ წყალთან ერთად. შემდეგი პრეპარატი არის ეს ჩემი უსაყვარლესი ლინჯი. ჩინელებმა ასეთი ლექსიც კი დაუწერეს, სოკოლინჯი და სოკოკორდიცეპს შეიცავს ჩვენი ლინჯის პრეპარატი, ზოგი რეიშის და შიიტაკესაც ეძახის სოკოლინჯს. ჩინეთში არის ლეგენდა, ლინჯი ჰქვიაო ბალახზე, ანუ მცენარე სოკოს, რომელზე ხელი შეხება, კაცსა ანიჭებს უკვდავებისა ძალასა. აი ასეთი ლამაზი ლექსიც კი მიუძღვნეს ჩვენს ლინჯის. ლინჯი რას აკეთებს? არის უძლიერესი იმუნომოდულატორი, უძლიერესი ანტიოქსიდანტია, არის უძლიერესი ანტივირუსული, უძლიერესი ანტისიმსივნური, მეტასტაზებსაც კი ანადგურებს, ანტიპარაზიტულია, ანტიბაქტორიულია, სოკოს საწინააღმდეგოა, ანთების საწინააღმდეგოა, აჯანსაღებს მთელს ჩვენს ორგანიზმს, ღეროვანი უჯრედების აღდგენას აკეთებს. ეს ძირითადად რაში გვეხმარება, ხო, როდესაც არის კუჭნაწლავზე სერიოზული დაავადებები, ზოგს მაგალითად კუჭის კიბო, სწორი ნაწლავის კიბო და ასე შემდეგ. მოკლედ, როდესაც გვაქვს სერიოზული დაავადებები კუჭნაწლავზე, ან პროფილაქტიკის მიზნით, ან ღვიძლი აწუხებს ადამიანს, ხო, ტკივა ზოგს, ბედაცე ჰეპატიტისი, სიმსივნე, ციროზი, გაცხიმიანება და ანთება და ასე შემდეგ. როდესაც არის თირკმელების სერიოზული დაავადებები მოგეხსენება, ჩინელები თირკმელებს მეორე გულს ეძახიან. აგრეთვე თირკმელზე და ჯირკვლის დაავადებების დროს, აგრეთვე გულის დაავადებების დროს, ვისაც გული აწუხებს, ვისაც ძვირფასებო აწუხებს ფარისებრი ჯირკვალი, ეხლა ძალიან გახშირდა აუტოიმუნური თიროიდიტი, ხო? ვისაც ფარისებრი ჯირკვალი დაქვეითებული აქვს, ან მომატებული აქვს, მოკლედ ენდოკრინული სისტემა, ვისაც აქვს პრობლემა, ხო, ენდოკრინული სისტემის, აგრეთვე გინეკოლოგიური პრობლემების დროს, ხო, ზოგს უშვილობა აწუხებს, ზოგს საკვერცხებზე აქვს პრობლემა, მოკლედ ენდომეტრიოზი და ასე შემდეგ. აგრეთვე მამაკაცებისთვისაც, ხო, უროლოგიური დაავადებების დროს, როდესაც პროსტატიტი აქვს, ან პროსტატის ადენომა, ან სხვა ისეთი სერიოზული დაავადებები, ხო, იმპოტენცია და ერექციული დისფუნქცია და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი ლინჯის კაფსულები, როდესაც არის მაგალითად თავის ტვინზე სერიოზული პრობლემები, ხო, ალცჰაიმერი, დემენცია, ზოგს ფსიქოზები აქვს, ხო, ზოგი აუტისტია, მოკლედ თავის ტვინის დაავადებების დროს, აგრეთვე სიმსივნური დაავადებები, ვისაც აწუხებს, ვისაც მხედველობის დაქვეითება აქვს, სმენის დაქვეითება აქვს, ვისაც უნდა რომ ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეს, ვისაც უნდა რომ ჯანმრთელი ტვინი ჰქონდეს, კარგი მეხსიერება ჰქონდეს, ანუ ბევრს მუშაობს, გადაღლილია, ზოგს ნევროზი აქვს, ხო?
ზოგს უძილობა აქვს, ბერი ძინებს, ან არასაკმარისი ძილი აქვს, ხო? თავის ტკივილები აქვთ. მოკლედ, ჩვენი ლინჯის კაფსულები ყველას გვჭირდება, თუნდაც პროფილაქტიკისთვის, თუნდაც სერიოზული დაავადებების დროს. ასე რომ ლინჯი შეგვიძლია მივიღოთ ერთი კაფსულა დღეში, ორჯერ. მნიშვნელობა არ აქვს ჭამის წინ, ჭამის შემდეგ თბილ წყალთან ერთად. თუ ენის ქვეშ დაიდებთ კაფსულას და გაადნობთ და შემდეგ წყალს მიაყოლებთ, უფრო სწრაფი მოქმედება ექნება ჩვენს ლინჯს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ლინჯის მიღება გვჭირდება ყველას. შემდეგი პრეპარატი არის სანცინი, რომელიც არის თხევადი ფორმის, არის უძვირფასესი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს, პანკრეასის კიბო აქვს, ვისაც ღვიძლის კიბო აქვს, ან ნაწლავების მსხვილ ნაწლავზე, ხო? სწორი ნაწლავის კიბო აქვს, ან ცელიაკი აქვს, ან ქვების დაგროვება აქვს, ხო? ნაწლავებში, ან თირკმელებში, ან ნაღლის ბურში, ანუ იმ კენჭებს შლის და გამოდევნის ჩვენი ორგანიზმიდან და წმენდავს ლიმფას. ასე რომ სანცინი ძალიან ძვირფასი არის, როდესაც ადამიანებს აქვთ კუჭ-ნაწლავზე სერიოზული პრობლემები ამ პროფილაქტიკის მიზნით. მისი მიღება შეუძლია ბავშვებსაც კი, ასე რომ შეგვიძლია მივიღოთ დღეში ერთი ფლაკონი. სასურველია ჭამის წინ 30 წუთით ადრე და თან თბილი წყალი მივაყოლოთ. ასე რომ ყველას გირჩევთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას, კუჭ-ნაწლავს, იკვებოთ ჯანსაღად, სწორად, თქვენ თვითონ მოამზადოთ საჭმელი და მიირთვათ ჯანსაღი საკვები, აგრეთვე თბილი წყალი, განსაკუთრებით უზმოზე, 1 ან 2 ფინჯანი ჭამის წინ და ჭამის შემდეგაც, რა თქმა უნდა. ნუ ჭამის დროს არ არის სასურველი, მაგრამ თუ გულზე დაგადგა საჭმელი, კი ბატონო, და რაც მთავარია, ჭამის დროს არ ილაპარაკოთ, არ უყუროთ კომპიუტერს, ტელევიზორს და მობილურით არ ითამაშოთ, ხო? მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ საჭმელისაგან, ხო? როდესაც იკვებებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჰიგიენური წესები დაიცვათ, რა თქმა უნდა, ჭამის წინ დაიბანოთ ხელები საპნით. ასე რომ ყველას გირჩევთ პრეპარატების შესაძენად დამირეკოთ ტელეფონზე 571 2408 და ჩაეწეროთ ბიორეზონანსულ კვლევაზე, რათა გქონდეთ ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი, გამოიკვლიოთ და ზუსტად იცოდეთ, რამ გამოიწვია თქვენი კუჭ-ნაწლავის დაზიანება და რამ მდგომარეობა გაქვთ, ხო? ასე რომ დარეკეთ ტელეფონზე და ჩაეწერეთ ვიზიტზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.